სალამ მეგობრებო, მე ვარ ნინი, ფიტნეს ინსტრუქტორი, პრე და პოსტ სამშობიარო ვარჯიშების სერტიფიცირებული სპეციალისტი და დღევანდელი ჩვენი სავარჯიშო კომპლექსი შეეხება მშობიარობისთვის ჩვენი სხეულის მომზადებას. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ დროს ჩვენი სხეული, ჩვენი დიაფრაგმა, მენჯის ფსკერი, მთლიანად სახსრები, ხერხემალი და ასე შემდეგ მომზადებული იყოს მშობიარობისთვის. ბევრად უფრო გაგვიმარტივდება ასე ეს ძალიან ისეთი კომპლექსური და არც თუ ისე მარტივი პროცესი. ამ ვიდეოში არ შევეხებით სუნთქვით ვარჯიშებს, ვეცდები რომ ცალკე ჩავწერო 360 გრადუსიანი დიაფრაგმული სუნთქვის კომპლექსი. ვეცდები, არ ვარ 100% დარწმუნებული რომ დღეს შევძლებ, მაგრამ აუცილებლად ჩავწერთ. დღეს გვექნება მენჯის ფსკერის მომზადება, როგორც გითხარით მშობიარობისთვის. ზუსტად 1 წლის წინ ვიმშობიარე მე და ამ ვარჯიშებმა ძალიან გამიმარტივა თვითონ მშობიარობის პროცესი. ჩემი აზრით ძალიან მალე და მარტივად წარიმართა მშობიარობა იმის ფონზე რომ ეს იყო პირველი მშობიარობა. რა თქმა უნდა, ყველაფერი არის ინდივიდუალური, მაგრამ სხეულის მომზადება, ჩართულობა და ის რომ ჩვენი მენჯის ფსკერი რაღაცნაირად გვეხმარებოდეს იმაში, რომ მარტივად ვიმშობიაროთ, არის გადამწყვეტი ჩემი აზრით, როგორც ინსტრუქტორის აზრით. დღევანდელი ვარჯიშისთვის დაგვჭირდება კუბი, პრინციპში 1 ცალი. შევასრულებთ რამდენიმე ხერხემლის ვარჯიშს, უფრო მეტად აქცენტი გვექნება მენჯებზე, მენჯის ფსკერზე. 1 სუნთქვით ვარჯიშს და მოკლედ მეც აღარ ვისაუბრებ, დავიწყოთ. ვარჯიშის პროცესში მოგცემთ ზოგად მითითებებს, მაგალითად რა უნდა გაითვალისწინოთ და ასე შემდეგ. ხო, დაგჭირდებათ პატარა ზომის ბალიში, კონკრეტული ვარჯიშების დროს მუხლს ქვემოთ დასადებად, თუ ბალიში არ გაქვთ, მაშინ პირსახოცი, იმისთვის რომ სირბილო შექმნათ მუხლს ქვემოთ და არ გეტკინოთ, როცა მოვათავსებთ ხალიჩაზე, ხო? პირველი სუნთქვითი ვარჯიშისთვის, აი ესე დიაფრაგმასთან ვიწყობთ თითებს, აი ესე განზე. მხრები არ გვაქვს ზემოთ აზიდული, ზოგადად სუნთქვითი ვარჯიშების დროს ეცადეთ რომ მხრები აკონტროლოთ, მაქსიმალურად ქვემოთ იყოს, უბრალოდ იყოს თავის ბუნებრივ მდგომარეობაში. ხელებს ვიწყობთ აი ესე ნეკნებთან. შეგიძლიათ თვალები დახუჭოთ იმისთვის, რომ ბევრად უფრო სასიამოვნო გახდეს ეს პროცესი. ჩავისუნთქოთ ცხვირით. ამ მომენტში გრძნობთ, როგორ იბერება ჩვენი დიაფრაგმა, როგორ მიეწოდება მას ჰაერი და მოვისუნთქოთ პირით. და უნდა იგრძნოთ, როგორ დაიცალა ამ ჰაერის, შეგროვებული ჰაერისგან, ისევ და ისევ ჩვენი ნეკნები. ოღონდ ცოტა დიდ გავწეულთ ეს ჩასუნთქვის და ამოსუნთქვის პროცესი, ხო? ჩავისუნთქოთ. ამოვისუნთქოთ. ჩავისუნთქოთ. ამოვისუნთქოთ. კიდევ 3ჯერ შევასრულოთ ეს ციკლი. ჩავისუნთქოთ. ამოვისუნთქოთ. შეიძლება იფიქროთ, თან რო გრძელებთ, იფიქროთ რომ იმ შემთხვევაში თუ საკეისროს აპირებთ და არა ბუნებრივ მშობიარობას, არ გჭირდებათ მენჯის ფსკერის მომზადება. ეს არის ძალიან დიდი აბსურდი. ნებისმიერ შემთხვევაში გჭირდებათ მენჯის ფსკერი, იმიტომ რომ ორსულობის დროს მასზეც ძალიან დიდი დატვირთვაა, ისევ როგორც სხვა შინაგან ორგანოებზე, ყველაფერი თავდაღირად გება და იცვლება. აქვე დაგიტოვებთ ერთ ძალიან საინტერესო პოსტს, რომელიც ჩარშენ გავაზიარე და მინდა რომ სულ ვაზიარო, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი პოსტია. ხო, რო არ ავწდეთ თემას, იმ შემთხვევაშიც კი თუ საკეისროს აპირებთ, ამისი ჩვენება გაქვთ და ასე შემდეგ, აუცილებლად ასრულებთ ამ ვარჯიშებს, იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში მენჯის ფსკერი მშობიარობის შემდეგ, როგორი ტიპის მშობიარობაც არ უნდა იყოს, იქნება მოსუსტებული და თანაც არასდროს ვიცით წინასწარ, იმედი მაქვს რომ ყველაფერი დაგეგმილად მიმდინარეობს თქვენ შემთხვევაში, მაგრამ ძალიან ხშირად ხდება ხოლმე ისე, რომ რაღაცები აირევა და არასდროს ვიცით, როგორი ტიპის მშობიარობა გვექნება წინ. ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში იქნება ეს საკეისრო თუ ბუნებრივი მშობიარობა, აუცილებლად გჭირდებათ ეს ვარჯიშები. ხო, ვაგრძელებთ ისევ სუნთქვით. და ვეცდები აღარ შევწყვიტო ეს პროცესი.
ვიცი რომ ძალიან შემაწუხებელია, უბრალოდ პროცესში იმდენი აზრი მომდის ხოლმე თავში, რომ მინდა აუცილებლად ჩავტენო ამ ერთ ვიდეოში და ცოტა ბევრი შეწყვეტა გამომდის ხოლმე. ვაგრძელებთ სუნთქვას. ამოვისუნთქოთ პირით. დაცალით მაქსიმალურად ჟანგბადისგან დიაფრაგმა და ერთხელაც ჩავისუნთქოთ. ამოვისუნთქოთ. ოკეი, ვიღებთ კუბს. აი ესე ვდგებით 4-ზე. აი ესე. ერთი კუბი ავიღოთ. მოვათავსოთ. მოდი, აქეთ მეორე მუხლს ქვემოთ. მოვათავსებ, ისე რომ ნახეთ, დისბალანსია მუხლებს შორის, ერთი უფრო ზემოთ არის საწეული, მეორე არის ქვემოთ. ხელები, ხელის გულები, აი ასე ერთ ხაზზე არის, მხარი და მაჯა და აქედან ნახეთ, ვეყრდნობით მუხლს, რომელიც კუბზეა მოთავსებული და ვეყრდნობით, რა თქმა უნდა, ხელებს. აქედან ოდნავ ადის მეორე მუხლი, რომელიც უშუალოდ იატაკზე მოთავსებული, ჩამოდის. ნელა ვასრულებთ ამ მოძრაობას. ჩავისუნთქოთ. ამოვისუნთქოთ. ჩავისუნთქოთ. ამოვისუნთქოთ. 1 2 3 4 ეცადეთ ზურგი გქონდეთ ბუნებრივ მდგომარეობაში, არ არის არც ჩავარდნილი, არც ამოზნექილი. ბუნებრივად როგორც გექნებოდათ, ეცადეთ ეს დგომი შეინარჩუნოთ. 7 და 8. შეატყობდით, რომ იმ ფეხზე, რომელიც საყრდენი იყო, უფრო მეტი დატვირთვა მოვიდა, შეიძლება ოდნავ დაგეჭიმათ. არ ამგონია, რომ ძალიან არასასიამოვნო გრძნობა ყოფილიყო. სულ ოდნავ დაჭიმულობა უნდა გეგრძნოთ. ამოვიტანოთ. ამოვისუნთქოთ, ჩავიტანოთ. 1 2 გაითვალისწინეთ, რომ ორსულობაში ჩვენი სახსრები არის ბევრად უფრო მოქნილი, ვიდრე ეს იყო ორსულობამდე. ეს უამრავ ჰორმონალურ ცვლილებასთან არის დაკავშირებული და ყველა შემთხვევაში ასეა. ამიტომ მაქსიმალურად ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ ხოლმე გაწეუებს, იმიტომ რომ ის რომ ჩვენი სხეული ახლა ბევრად უფრო მოქნილია, შეიძლება იყოს ბევრად უფრო ტრამვულიც, იმიტომ რომ რაღაცა შუალედი ვერ ვნახოთ გაწეუებსა და იმას შორის რა შეუძლია რეალურად ჩვენს სხეულს. ამიტომ იმაზე მეტად ნუ გაიწელებით, ვიდრე მაგალითად ამას ორსულობამდე აკეთებდით, ხო? Всё, დავაბრუნოთ. კუბი ცოტა ხანი გადავდოთ. გვერდზე გავწიოთ ფეხი, აი ესე. გადავდივართ უკან. ბრუნდებით. 1 ხერხემალი გვაქვს ბუნებრივ მდგომარეობაში. 2 და ზოგადად ორსულობა არ არის ის პერიოდი, როცა რაღაცა მიზნები უნდა დავისახოთ ვარჯიშის თვალსაზრისით რა. ჩვენი მიზანი ორსულობაში არის ის, რომ შევინარჩუნოთ მაქსიმალურად ის ფიზიკური მდგომარეობა, რაც ჰქონდა ორსულობამდე, ბავშვი, ნაყოფი ვამყოფოთ მაქსიმალურად კომფორტულ მდგომარეობაში და რა თქმა უნდა ჩვენც ვიყოთ და პლუს მოვემზადოთ სხეული მშობიარობისთვის, იმიტომ რომ ორსულობა და მშობიარობა გვინდა არ გვინდა არის სხეულისთვის ძალიან ტრამვული. ვისაც რა უნდა ის თქვას, მაგრამ რეალურად სამწუხაროდ ასეა, იმიტომ რომ უამრავი ცვლილება მიდის, როგორც ჰორმონალურ, ისე ფიზიკურ, არ ვიცი, ყველანაირ მენტალურ დონეზე. აი, ყველანაირად მართლა ძალიან ბევრ რაღაცას გადის ქალის სხეული. ესე დროდადრო ჩართვები მექნება ხოლმე. თქვენ თან აგრძელებთ ჩემთან ერთად ვარჯიშს. ეს ვარჯიშები პრინციპში ნებისმიერი ტრიმესტრიდან შეგიძლიათ დაიწყოთ. არ არის აუცილებელი, რომ რაღაცა 39 კვირაზე აკეთოთ. რაც უფრო ადრე დაიწყებთ,
ბევრად უფრო გადასარევი იქნება, რა თქმა უნდა. ამოვიწიოთ. ერთი ფეხი გვერდზე მოვათავსოთ, გნებავთ შევცვალოთ, თუ ეს მაგალითად ეს მხარე დაგეღალათ. მოდი ესე დავტკები. აი ეს. 1 2 3 4 ძალიან ქვემოთ არ ჩავდივართ, გახსენებთ რომ შეიძლება მოქნილობით უფრო მეტად შეგეძლოთ, მაგრამ რაღაცა შუალედი დაიჭიროთ, ხო? მოქნილობასა და იმას შორის რა შეუძლია რეალურად თქვენს ხელს. ეს არ არის ის დრო, როცა რამის დაზიანება, ზოგადად დაზიანებისთვის არც ერთი დრო არ არის კარგი, მაგრამ განსაკუთრებით ორსულობის დროს თავიდან ნავირიდოთ ყველანაირი ტრავმა. 7 და 8. ჩერდებით რამდენიმე წამი? 1 2 3 და 4. აი ზუსტად ამ ვარჯიშის დროს გამოგადგებათ მუხლს ქვემოთ სირბილე პირსახოცის და ბალიშის სახით. 1 2 3 4 5 6 7 და 8. ჩერდებით რამდენიმე წამი? 3 4 5 6 7 და 8. ამოვიდეთ ფეხი აქედან. ცოტა ხანი დავასვენოთ მენჯები. სადამდეც შეგიძლიათ, აი ყველაზე მეტად მოსახერხებელი პოზიცია ორსულობის დროს, როცა მუცელი სადაც დიდი გვაქვს, არის ის, რომ ფეხები ესე ოდნავ განზე გავიტანოთ და მუცელი მოვათავსოთ შუაში. აი ეს. სადამდეც შეგიძლიათ იქამდე ჩადით. ესე. ცოტა ხანი დავასვენოთ. თუ დისკომფორტს გიქმნით, ეს ტერფების აი ესე მოთავსება იატაკზე, მაშინ ყუბი აიღეთ. და ესე შემაღლება შექმენით, რომ უფრო მარტივი იყოს ესე წინ წამოსვლა. ყველას ერთნაირი ფიზიკური შესაძლებლობა არ აქვს და მოქნილობა, რაც ძალიან ბუნებრივია და რამაში რაღაც საგანგაშო და კატასტროფა არაფერი არ არის. რო სადამდეც თქვენი მოქნილობა გიშვებთ, ვარჯიშებსაც ასრულებთ იქამდე, არ აქვს მნიშვნელობა ორსულად ხართ არ ხართ, ეს ზოგადად ასეა. შემდეგი ვარჯიშისთვის დაკვირდით, გადავდივართ, ბრუნდებით, მუხლი რჩება წინ, ტერფი გაგვაქვს უკან, მოვაბრუნოთ, გადავიდეთ, დავბრუნდეთ, მუხლი დავაბრუნოთ, ტერფი. ესე მეორე ტერფი, ამოვიტანოთ, გადავიდეთ, დავბრუნდეთ, მუხლი, ტერფი, 1 2 3 4 5 6 1 2 3 4 5 6 1 2 3 პატარა პაუზა 5 6 და ერთხელაც 2 3 4 5 და 6. გავიტანოთ ტერფი, ფეხი ესე ოდნავ მსუბუქად გადავდივართ, ბრუნდებით 1 2 3 და 4. დავაბრუნოთ მეორე მხარეს 1 2 3 და 4. მუხლი დავაბრუნოთ. გადავიდეთ საჯდომით ქუსლებთან. ესე. დავბრუნდეთ და გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ორსულობის დროს, როცა საწოლზე ვწვევით, იატაკზე ვასრულებთ ვარჯიშს, ზურგზე თუ ასე შემდეგ, ყოველთვის სანამ ზურგზე დავწვევით, ჯერ ვწვევით გვერდულად, აი ასე და შემდეგ ვბრუნდებით ზურგზე. ეს ნებისმიერ შემთხვევაში ორივე მხარეს არის ასე. იმისთვის, რომ
დიასთაზი ავირიდოთ თავიდან, დიასთაზი მაინც გაგიჩნდებათ ორსულობის შემთხვევაში, პატარა დაშორებაც რომ იყოს, მაინც იქნება, იმიტომ რომ შეუძლებელია სხვანაირად, მაგრამ თავიდან ავირიდეთ უფრო ფართო მესამე, მეორე საფეხურის დიასთაზს ხო? ამიტომ ჩვენი მიზანია რომ მაქსიმალურად ისე მარტივად მოხდეს აღდგენის პროცესი, პოსტმშობიარობის პერიოდშიც ეცადეთ რომ რაღაც პერიოდი ესე გვერდულად დაწვეთ და შემდეგ შემოbrუნდეთ ხოლმე ზურგზე, ხო, ეხლა მე ესე არ მჭირდება. წვები გვერდულად, ფეხები გაქვთ ესე 90 გრადუსიან კუთხეზე, ხელები აი ესე მოვათავსოთ, აქედან წამოვიღოთ ხელი, რომელიც თავისუფალია, უკან მოვხაროთ. ისევ დავატრიალოთ, დავაბრუნოთ. 1 2 3 4 გადავიტანოთ უკან 1 2 3 4 5 6 7 და 8 ფრთხილად წამოვიწიოთ შევცვალოთ მხარე. აი ესე გვერდულად, ხელი. აი ესე ამოვიდოთ. წამოვიღოთ ხელი. უკან. 2 3 4 5 6 7 და 8 უკან დავტოვოთ ხელი, იგივე მხარის გამოვრჩა. მე ესე მოხრე მდგომარეობაში დავტოვოთ ხელი. 3 4 დავაბრუნოთ. მოდი აქეთ მხარესაც ერთი ასე შემოbrუნდები ზურგით, რომ მიხვდეთ კარგად რა კურსით აი ეს, ხელს დავებთ აი ეს. თავი შებრუნებულია მოხრილი ხელისკენ. 2 3 და 4. შემოვკეცოთ ისევ ხელი, საყრდენად დავიდოთ ხელი, ფრთხილად წამოვდგეთ აი ეს. და ბოლო ვარჯიშისთვის ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ 1 კუბი, 2 კუბი, ან საერთოდ კუბის გარეშე შეასრულოთ ეს ვარჯიშები. მე ახლა ჯერ გაჩვენებთ კუბით. ფეხები ასე განზე, ხელებს ვკიდებთ ასე კოჭთან. მოვდივართ, სწორდებით, ჩავდივართ. შეგიძლიათ როგორც გითხარით, კუბი მოათავსოთ, ან სულაც 1 კუბი გქონდეთ, ან საერთოდ კუბის გარეშე შეასრულოთ ეს ვარჯიში. 1 2 და მაქსიმალურად იდაყვებით, შლით მუხლებს განზე, ხო? 3 4 5 6 7 და 8 და ბრუნით ეს კუბი, აი ესე. ცოტაყანი დასხედით აი ეს. შეგიძლიათ დახრილი იყოთ. ოღონდ მე როცა ვიხრები, ხრებში არ ვიხრები, ანუ ეს არ ნიშნავს რომ ხრებში ვიხრები, ხო? ხერხემალი ზურგი არის სწორად. აი ესე, ოდნავ. ერთ მხარეს, მეორე მხარეს. 1 2 3 და 4. გავსწორდეთ, ცოტა ხანი დავრჩეთ ესე. აი ესე. ნახეთ, დავკვირდით, მინჯი არის ოდნავ უფრო დაბლა, ვიდრე ჩვენი მუხლებია. ქვემოთ ჩავარდნილი, აი ესე. 3 4 5 6 7 და 8. ჩამოვიდეთ აი ესე.
მოდუნდით მაქსიმალურად, როგორ პოზიციონირებაში დგეს სიამოვნებათ, თუ შეატყობთ, რომ ზედმეტად გადაიღალოთ თქვენი სხეული, აი ესე შეგიძლიათ მოთავსდეთ ცოტა ხანი. ან ძალიან ცოტა ხანი, თუ განსაკუთრებით ბოლო ტრიმესტრში ხართ, ცოტა ხანი კედელზე რომ მოათავსოთ ფეხები, იმისთვის რომ სისხლის მიმოქცევა კარგად აღდგეს, დაახლოებით 2-3 წუთი. არანაირი პრობლემა არ არის, კი გვეუბნებიან ხოლმე რომ ორსულობის დროს ესე ზურგზე არ უნდა დაწვევა, მაგრამ გააჩნია რამდენი ხანი დაწვევი, ხო? 2-3 წუთი არანაირი პრობლემას არ წარმოადგენს ჩვენი სხეულისთვის და არც ბავშვისთვის. მოკლედ ეს იყო დღევანდელი ჩვენი ვარჯიში. თუ მოგეწონათ ეს კომპლექსი, გამიხარდება თუ გამოიწევთ ჩემს არხს. გარდა ამისა, გისურვებთ ორსულობის დღეები, რომელიც დაგჭათ მაქსიმალურ სიმშვიდეში და ბედნიერებაში გაგეტარებინოთ და 7 ბედნიერი მშობიარობა და ყველაფერი გადასარევით თქვენს პაწაწინასთან ერთად. აბა დროებით ვეცდები, როგორც დაგკვირდით, სუნთქვით ვარჯიშებიც ჩაგიწეროთ და ძალიან გამახარებთ თუ უკავშირით დამხვდებით კომენტარებში. აბა დროებით.